აღროს აფეთქებისას ნანგრევში მოყოლილთა გადარჩენის სულ უფრო ნაკლები შანსი რჩება. ტრაგედიის ადგილას სამაშველო ოპერაციის ჩატარებას ხელს მხუთავი გაზი უშლის. ხელისუფლების წინააღმდეგ რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. სომას მკვიდრები დაღუპულ ახლობლებს გლოვობენ. თურქეთის რესპუბლიკა საყოველთაო აქციებმა მოიცვა. სტამბოლისა და იზმირის ქუჩებში პროფკავშირების ორგანიზებით 20,000-მდე მოქალაქე გამოვიდა. დემონსტრანტები მანისას პროვინციაში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ აფეთქება მაღაროების ინსპექციასთან დაკავშირებით მთავრობის დაუდევრობით მოხდა. მოქალაქეების პროტესტს პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა. მთელი თურქეთისთვის სამწუხარო ამბავი მოხდა. ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაიწვევა. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ერდოღანისადმი აგრესია გამოხატეს ბურსაში, ანტალიასა და ანკარაში. დემონსტრანტები სომაში ვიზიტისას პრემიერის ავტომობილს დაესხნენ. ტრაგიკულად დაღუპულთა ნათესავები მათთვის ძვირფას ადამიანებს გლოვობენ. რეგიონში დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ჩემი შვილიშვილია მიწის ქვეშ მოყოლილი. მას ფეხმძიმე მეუღლე ჰყავს და მალე შვილს ელოდება. სომას მაღაროში კი თითქმის 48 საათია სამაშველო სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, სამუშაოები მაღაროში ორი მიმართულებით, თუმცა შეფერხებით ხდება, რაც მხუთავი აირის დაგროვებითაა გამოწვეული. მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა შეერთებულმა შტატებმა და ოფიციალურ ანკარას მხარდაჭერა შესთავაზა. ლოცულობთ სომაში მომხდარი აფეთქების დროს გარდაცვლილთა და დაშავებულთა გამო. ამერიკელი ხალხის სახელით მინდა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრო. მზად ვართ სურვილისა და საჭიროების შემთხვევაში თურქეთის მთავრობას გვერდში დავუდგეთ. სომას მაღაროში 14 მაისს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით ტრაგედიას 282 ადამიანი ემსხვერპლა. მიწისქვეშ 100-ზე მეტი მაღაროელი რჩება. ოფიციალური ინფორმაციით აფეთქება ელექტროტექნიკის გაუმართლობამ გამოიწვია. კატასტროფის დროს 2 კილომეტრის სიღრმეზე სამსახურეობრივ მოვალეობას 787 მოქალაქე ასრულებდა.